სალამი მეგობრო. ნუ დავიწყებთ იმედის გამაცრუებელი ინფორმაციით ვირიშვილებისთვის და ყველა კაი ხალხისთვის იმედის მომცემი ინფორმაციით რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბნენ და ვერაფერი ვერ გადაწყვიტეს 31 აგვისტომდე გადადეს გადაწყვეტილების მიღება, ანუ ის უჯრედებითაც გვაფრთხობდნენ ვირიშვილები, ლიბერდებილები, არ შედგა ევროკავშირი არ არის ერთიანი, ფინანსურ სანქციებს გმობს, აჩერებს, ბლოკავს ჩვენი ძმაკაცები იქ და ერთიანობა იქ არ არის. აქედან გამომდინარე ისე არ წვიმს როგორც ქუხს და დამშვიდობ ყველაფერი კარგად. განსაკუთრებულ გნიდობაში შეიმჩნევა მხოლოდ 5 ქვეყნის საგარეო ხო, ნუ საიდანაც მოდის ეს ყველაფერი ეს მაიმუნობა და ეს იზაჯაგრე. ან თავი შეიკავეს, ან უარი განაცხადეს სხვა. მეგობრებო, ჩვენ ასევე გნიდობებს ვიმახსოვრებთ. არა, მეგობრებო, ჩვენ შეგვიძლია ასევე რახან ცხელა, ზაფხულია და ცოტა რეკრეაციული ხასიათის მიცეთ ჩვენ შოუს და გაუშვათ აი ეს მაგარი ვიდეო რომ გასანიავებელი ვიდეო გვაქვს. გასანიავებელი ვიდეო, თხოვთ. შოთ. ოპა. დავაქცევთ. თქვენს ნება ისევ მოусვავ წყალს, მესამე მოусვავ თქვენს ნება წყალს მიდროხელი გამიშლა და მესამე მოусვავ. მესამე ჭიქიდან წყალს მოусვავ ტრამპის. უბარჭოს ტრამპს გაუბარჭოს შეერთებულ შტატებს გაუბარჭოს საქართველოს გაუბარჭოს ტრამპის. მოусვავ ჯერ ტრამპის. უსვათ კიდევ ერთხელ წყალი. ერთი ამას კაი ხო, всё რა. მაიცა კაცო ეგრე არ მეც მოусვავ წყალს. ორი ხლები გავამივიდა. კი ვერ არის კარგად ეს ვერ არის ხო და მართლა მაინტერესებს აი ხალხს რომ გითხო და რაღაცა ჩვენ ნუ ვაშარჟებდით ამ ადამიანს ვამბობდით რომ ფსიქიატრიის საგანია ეს არ არის პოლიტიკური ეს არ არის პოლიტიკური მოვლენა და ვთქვათ პოლიტიკური იმით განსახილველი ეს არის წმინდა ფსიქიატრი ანუ რამეს ხუმრობდით სერიოზულად ტაბლეტები ავიწყე სერიოზულად ვამბობ ეს კაცი ხა ნორმალურია ჯანსაღია მე მგონი რომ რაღაცა ფსიქოდელიური კი არა და ფსიქოტროპიული პრეპარატები არც ერთი ფსიქოტროპული შეიძლება არც ერთი ფსიქოტროპული საშუალება და არც ფსიქოტროპული ისეთი ფსიქოაქტიური ნივთიერებები ესეც არ დაგამსხა აქ რაღაც სხვა ხდება ხო და მე მგონი რომ ეგეც არ დაგამსხავს მაგრამ არის ამის წამალია და რაღაცა სპეციალური კანალი გამოუყავით ამ კაცს იმიტომ რომ დაიკეტა რაღაცები ხო ხედავ ტაბლეტებზე აღარა არის ამას ვერც პირდაპირ ესე დიაგნოზს ვერ დაუდგენ რომ მაგალითად აი რეაქტიული ნევროზი ან რაღაცა შენ ვერ არა ეს არის ნეირონების ისეთი თქვა შეერთება რაც სამყაროში არ არსებობს ეს კაი ნუ რეკრეაციული ხასიათი გქონდა ძალიან კაი კი ბატონო ეხა ბერდიას იჭინება ოპოზიციაზე რას ამბობს ზუსტად არ უპასუხებ ისე როგორც ეს ადამიანები იმსახურებენ მაგრამ რა ბინძური კამპანიაც მოდის ამ ადამიანების მხრიდან როგორი აღვირახსნილი მესიჯებიც მოდის ამ ადამიანების მხრიდან როგორ შეუძლიათ განსხვავებული აზრის გამო ადამიანებს დაარქვან მოღალატეები ადამიანებს დაარქვან ბიძინა ივანიშვილთან გარიგებულები ადამიანებს დაარქვან რუსები აი ეს არის ის რასაც არ უნდა დავუშვათ ჩვენ ხელისუფლებაში პირდაპირ ფორმით გეუბნებით ამას ну ეს დაარტყა რა თქმა უნდა არა მარტო ნაცებს ჩერგოიდებს რაღაცა პლატფორმა რო აქვს ბაბაიაგასი ასხვავე ჩერგოიდები ხო ნაცვლი ფედერალისტები ესე იგი ფედერალისტები აურა ფედერალისტები ყველა ძალიერები არის კაი აბა ეხლა გავუშვათ ლევან სანიკიძე გულბოს ჯუნი 5 ოქტომბერს ეს ხალხი დასაბერებს 5 ოქტომბერს მოიგებენ რამე ჯერ დავიწყოთ იმით რომ ხალხო არავით არის მათემატიკური შანსი არა აქვს ამ ორ პოლიტიკურ ორგანიზაციას ბარიერის ძლივს გადამღლავ ორგანიზაციას რაიმე შედეგი 5 ოქტომბრამდე და 5 ოქტომბრამდე ვაპირებთ აქტიური კამპანიის წარმოებას აქ რო რაღაცა ის სერიოზული განცხადება რო გააკეთა სერიოზული სახით შემაწინამორბედმა გახარიას ყველაზე დიდი საგარეო კონტაქტები აქო აი ისეთი საერთაშორისო ვიზიტები როგორც ახალგონი არ შეიძლება ერთსამე გასამბობდა არა საერთაშორისო გვაქვს დიდიო ბობოლა ვიზიტები ეს ხა ისეთ ვიზიტები უშინ რო ვიდეო ჩავთეთ ქვევიდან ზევით რო იღებდა ბიჭო უკაცრავად საფლავინა რო იღებდა ეს რო გამოვიდა სცენაზე გაცილებული ძროსლის ვიდი ქონდა და ჭუჭუდი იქცევა ეხა უფრო ჭუჭულდება ბენჟამინ ბატონი არა ხათა შორის მარტა გეუბნებით ეს რო გამოვიდა მაშინ ეთყობა რაღაცნაირად თავს იკავებდა და ეხა ძალიან პატარა ბიჭის 18 წლის ბიჭის მე და სწორი შეფასების ძველი კუდი აი ობერე ძიგარი
კაი, ირაკლი კუპრაძე გვინდა? აუ, მაგარსა გავუშვით. მამუკას ხაზარაძის ბრელო კი ჭიქა ღვინით არაფორმალურ გარემოში ძალიან ბევრი რამ მექნებოდა საქმე. საჯაროდ ამას არ გავაკეთებ. ეს იგივე ტიპია, ხო? არ ვეძახი ოპონენტებს, კოლეგებს, იმიტომ რომ ეს ჩარბის რა სტუდიაში. დრო, იმიტომ გავიდა ამდენი ხანი. ის რა თამადა გამოძახები სამსუქრებზე რომ თამადობენ ზოგადად. სულ არგუმენტებით გვესწავლეთ. ანუ გააჩერეთ, მეგობრებო, ვერ მიხვდით რა თქვა? სუფრაზე რომ დავждიო, ვაგინებდიო სუფრაზე. სუფრა გონია რომ ჭიქა ღვინით ხელში დაუწყებდა გინებას. მე თქვი სადღეგრძელოს ლაპარაკობ. ქართული სუფრა ლელოს არ ბრაზის გამოხატვის ადგილი. სადღეგრძელო კი არ უნდა თქვა, უნდა თქვა რაღაცა მამხილებელი ტირადა. მაგიტო არ უნდა ყოფილიყო ჩვენს გასაკვირი, რომელიც წინა საარჩევნო კამპანია. ძალიან კარგი. ეხლა დისპეჩერი. ქართულობას ცდილობ. კი ბატონო, დისპეჩერი. ხება მემორანდუმი აღნიშნავს რაღაცა კოალიციურად ან ერთ ბლოკთან, ერთ პარტიასთან ერთი ნომრის ქვეშ გასვლა. ეს მინდა პირდაპირ უნდა იცოდეს ჩვენმა მაყურებელმა და ზოგადად საქართველოს მოქალაქეებმა. აქ არის იმასთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე საუბარი, რომ ერთმანეთს კანდიდატები არ დაუყენოთ. ხმები არ გასაგებია. ეს იყო მეგობრებო გასაგებია, ეს იყო დისპეჩერი ქორწილში წავიდა. კი ბატონო. ახლა ასე ძმა. საჭიროა ამას აი ყოველთვის შეგრძნება მაქვს ტანსაცმელი უნდა კონდეს გრძელი ხელები რო გრძელი. სხვისი ქვია. სხვისი რა ნათხოვარი იმაში რო არის ხო სამანიშვილის დედინაც. ხო, იმიტომ რომ ვერც გადააკეთე. ვერც გადააკეთე. ხოხაც ნათხოვარია, ხო. ნუ ცხენი ნათხოვარია. თამარ ხანჯალი. ხო. სხვისის, კარგი იდეა, სხვისი. კი ბატონო. იმიტომ და ოღონდ კაი. მოდი გავუშვათ ჩვენი ძმა და მეგობარი ანა წითლიძე. ძმა და მეგობარი, რა თქმა უნდა. წითელი პოპა და 4 ოქტომბერი რო დაღამდება და ეგ საარჩევნო უბნები რო დაიხურება და თავზე ექნება გადახეული და ბიძინა ივანიშვილი იმდენს დაუწერს რამდენსაც დაუწერს ლელოს. მე რა ხარია? მე რა არგუმენტი ექნება? კარგით. ამას ხო წინა ამას კითხავ თავადლების წარმომადგენელს, მაგრამ ანი მე მინდა კითხოთ. ახეთ ამას დავასრულებ თუ შეიძლება. ამ ადამიანებს და მე კიდევ ერთხელ ვიზახი, მე არ მინდა რომ პოლიტიკაში მივეკუთვნებოდე იმ ადამიანებს, რომლებიც რაღაცა პიროვნული ურთიერთობების გამო ვიღაცასთან მეგობარია, ვიღაცა პოლიტიკურად შეიძლება ყოველთვის ვიღაცასთან დაალაგდეს და პოლიტიკაში რაღაცა ხდება. იმიტომ რომ ვიღაცებს შეიძლება კიდევ ერთ მაგიდასთან ჯდომა მოვიწიოს და კი ეს არის ხოლმე პოლიტიკური რეალობა მათ შორის. მაგარი ამბავი გამახსენდა ამ გოგო. ეს არის გააჩერეთ რა. წინა საარჩევნო ამბავია და დათო შენგელია რო არის. ჩემი მეგობარია. ტვიზმა, ასე თქვა. პარტიზანების ხელმძღვანელი ძალიან კაი კაცი დათო შენგელიას ურეკავს ეს. ხო. და რაღაცებს მე პოლკოვნიკი კაცი ვარო, მე ქურდული არ მაინტერესებს ეუნება და მართლაც ამსახურები კაცია ზვანიით რა და. აბა ბოზობაში ბოზობას რატო აკეთება პოლიტიკაში რატო შედიხარო? ბოზობა არისო, თქვენ ბოზი ხართ ქალბატონო. აი ესეთი კარგი იუმორი ხო. ბოზურად იქცევიო რა, გაურჩია და დათო შენგელიას ეხა ეგეთ სიტყვაში მოგებას რო დაუპირებ, უკვე მან დახარ წაკებული, მაგრამ ნუ კაი. კაი, ელენე ხოშტარია ყავს, ძალიან კარგი. ერთმა კაცმა, რაც არ უნდა ფულის კონდეს, ესეთი ადამიანურობის დაკარგვამდე როგორ უნდა მიგიყვანოს შენ. არ აქვს მნიშვნელობა რომელ გუნდში ხარ დღეს. ეს არის ყველაზე მეტად დასაფიქრებელი და რაც უფრო დიდი ხანი იქნებიან ამ მონობაში, მით უფრო მტკივნეული იქნება მათთვისვე. თავის თავზე ყვება? თავის თავზე ყვება? ეგ არ ვიცი, მაგრამ იმან რა ქვია, ეკა კვესიტაძე ინტელექტის დიდმა გენერატორმა და ნანუკას თავარმა მოყაიხრემ. IQ-ს მეგობა. ბოდიში ერთზამი ნანუკა და ეკა ეხა პაეკრობენ. მე არის ინტელექტუალური არის ჯაჯახი. არსებობს რამე ჯახი. ნაცებში ვინ არის თავარი ინტელექტუალი ხანი რა. მე მაინც ნანუკას ახლა ეკამ რაღაცა უფრო მეტი იცის ნანუკას უფრო მეტი. ქარიზმა მეტია. ეკას შეშალა ეგონა რომ დააში არა ლიაკას 3 წლის წინანდელი სტატუსი და კიდე კაი ეს დაწერაო რა. აი ოღონდ მოგეშვაო ყველასო გავიგეთ სიმართლე. სტატუსში არის აი როგორი გაправება იცი რუსული ფულის? მაქვს როსტა ტაქ სკრინი არის. რო ერთ-ერთი დადგმის, არა, ერთ-ერთი დადგმის სცენარის იმის რა ქვია კოსტუმების ავტორად რო არის მითითებული სოლიკო ვირსალაძე რა. ოღონდ ამ დღეს არაფერი არ იძებნება
და ეხლა თეატრის ის რა ქვია აფიშები დეოს და ყველა ტიტრი წერია ხო არაფერი არ იძებნება სადაც დასტურდება რომ რაიმე მისი კოსტუმების გამოყენებით ან მისი დიზაინის გამოყენებით დღემდე სადმე რუსეთში იდგმება წარმოდგენა ყველა ძალიან მაგარია არა ეს რუბლები ხო ისევ ერიცხებათ ხო და მაგრამ ბანძი თავის გაправება ხო ერთი რომ ანუ მარტივად გადამოწმებადი არა ანუ არ არის ფიზიკურად მაგრამ მეორე ანუ მაგერ მართლა რას გვისრულებენ რომ რუსეთში სადაც ალბათ საერთოდ არ არსებობს კოპირაიტის პატივისცემა ეხლა ანუ ინტელექტუალური საკუთრებაზე ძალიან დემოკრატიული მიდგომა აქვს თურმე არა კაცო მე ერთადერთია რასაც ვერ არღვევენ რა სანქციების მიუხედავად სანქციების მიუხედავად ან სოლიკოვის სავაძეს 40 წლის წინ დახატულ თუ მეტი წლის წინ დახატულ კოსტუმების და დეკორაციების იმის შვილიშვილს უგზავნიან მაინც დღემდე ფულს პირდაპირ გეტყვით რომ არის პირატობა პირდაპირ მედვედევი ამბობდა რომ ჩვენ ეს უნდა გავაკონტროლოთ ისინი და პირატულად შევისყიდოთ მაგრამ ჩემი აზრით ჰოლივუდიც მაიმუნობს და თვალს ხუჭავს ამ პირატულ თემებზე და ხელი ხელს ბანს რა კი ბატონო ეხლა გავუშვათ სალომე სამადაშვილი ფიქრობ რომ ძალიან ცოტათი გაუცნებული არის მათ შორის თანამეგობრობა იმით რომ არსებობს ნაწილი ოპოზიციის რომელმაც გადაწყვიტა რომ ოპოზიცია უნდა იყოს და მხოლოდ ოპოზიციის კრიტიკით არის დაკავებული და ვფიქრობ რომ ჩვენი მოქალაქეებიც საკმაოდ მალე ძალიან თავმობეზრებული გახდებიან ხალხით რომელიც სიშვერს სხვა ოპოზიციისკენ და არაფერს არ თავადობს მათ სამოქმედო გეგმად ან ალტერნატივად შენ რას თავაზობ ალტერნატივად? და ეს გარჩენებზე მიდის. ეს თავაზობს მამუკა ხაზარაძის პრეზიდენტად. მამუკა და ალეკოს მერად. უი, ხო, ალოკე მერის კანდიდატად. ალოკე არის შედევრი შევარქვით ძმა, აი. რა თქმა უნდა, ალოკეს ორ ხელზე რო დადის ჟონგლიორი ძმა. ალოკე. ესე იგი შენ მართლა ხვდები ამ პატარა ყარაჩოღლის კვაზი ყარაჩოღლის მიმართება, სარკესთან როდგება თავი კაცი. კინტო რა. სარკეში უყურება, ანუ მართლა გონია თავი რომ კაცია? კაცმა მეერობაზე გაკაჩო მეკუთვნისო? კაი ერთხელ ხო იყო კაცი. ხომარ მაშინ სხვა რასკლადი იყო, რა კაცლები სხვა რასკლადი იყო. ვალერი გელბახიანი. მაგდენი არ ქონდა ალოქი. მაშინ ჯერ მასკა ქონდა ამას. მე რა ნიღაბი. აი, ყველაზე პატივსაცემია. მაჩერე ზაგვეშველება გითხარ. ნუ ყველას ცუც ვისაუბრებ. ვიზიარებ ყველას ცუდამდებს. ვიზიარებ იმას, რომ ჩვენ ქვეყანაშიც ხდება ის ჩემს ზედაც ვარყოფითად ზემოქმედა და სამწუხარო თითოეული ადამიანი. აი სოროჩია. და ყველას მინდა დავუთხრა, რომ რაღაცა ახან გაძლევს პერიოდი გვაქვს. მაგ ეგეცარი. გავუსვათ, ნახოთ, ღმერთ ჩვენსკენ ამ ესე ვიცი. შო, ღმერთი თუ თქვენსკენ ამანიშნად ამახსენ. არა, ორი კაცისკენ. ამ კონკრეტულ სიტუაციაზე კავკასიის სტუდიისკენ თვალი მზერა მიკროფონი. კავკასიის სტუდიაში მჯდომი ორი ადამიანისკენ. lichna. კავკასიის სტუდიაში ბევრი დადის კაცო, ეგრე არ არის. კარგი. აკია ბარბაკაძე, რომელმაც პირველმა ესროლა. სამოქალაქო ომში ზარბაზანი, ახლა გამოდის და ბედავს რაღაცების ანალიზს. გავშით. რატო არ ადგას დღეს 50,000-იანი მიტინგი? რატო არ ადგას? დაიღალა ხალხი, არ დაღლილა. არ დაღლილა. ვითხარი. იმედი გაუცვით. იმედი გაუცვით ეს. და გაუცვით ეს იმითი, რომ არასწორ რაღაცებზე აკეთებთ აქცენტებს. არასწორ საკითხებს აშუქებთ, რაც ხალხს არ აინტერესებს. შეგეკითხებით. იმის მაგივრად რომ პოლიტიკურ ლიდერებს ის კონდეთ სამოქმედო პროგრამას, რაც ხალხს უნდა, 60% ითხოვდა, ერთად გაერთიანდითო და აქ არაკეთებთ. ეხლა ეს ხალხი გეუბნება, რომ არ გინდა იმაში ბოიკოტში წადითო გეუბნება, არა ისახით უნდა წავიდეთო. საწინააღმდეგოს რო აკეთებთ, რატო დაგიდგებათ ეს ხალხი გვერდით, კაცო? ისე ლოგიკურად მართლა საწინააღმდეგოს თუ აკეთებ, მაგრამ ამ შემთხვევაში რაც არ უნდა გააკეთოს, შუა პოზიციამ არასდროს არ დაუწყო. ამან კაცარავამ და კიდე ვიღაც ჩაბერილებმა პარტია რო გააკეთეს. ზუსტად ერთ კვირაში რო დაიშავნე. არა, პარტია არ იყო, მოძრაობა იყო. მე თუ პარტია იყო. მე პარტიად მახსოვს. ანუ იმას საარჩევნო სუბიექტი გახდნენ და ერთ კვირაში პარტია. დაშავეს. ჩვენ. ერთ კვირაში დატოვეს. პარტია ჩვენ ძალიან მაგარი ძალიან მაგარი ფანტაზია ქონდა, ვინც ამას პარტიას სახელი დაარქვა ჩვენ. პარტია ჩვენ.
არა ისინი არა სხვები არამე ჩვენ ხო აიგა ეგ არის მთელი რა მითამაშა იცი არა თქვენ ხო არა ისინი ეგ არის ძალიან მაგარი რო გაიგებს ადამიანი ვის ვერ მოყვებით კი არა არსებობს ლელო და ახალი ლელო ჩვენ ჯობია სამიო სამში ჩვენ ჯობია ახალს ბიჭო ახალი მემარჯვენეები იყო ესეთ პარტია და ახალი მემარჯვენეები გასაგ იდეოლოგიას აღნიშნავდა მაგრამ ეს რო თან ახალი არ არის ეს ახალი თვითონ დამაარსებელმა ეგრე ახსენა ახალი მემარჯვენეები რომელი წლის პარტია არის 90-იანების ხო ხო და არა ნუ გაჩეჩილაძე გამყრელიძე და გაჩები ვიცი პარტიაც უბრალოდ პერიოდი ვაიდე ახალი მემარჯვენეები დაარქვეს პოსტ საბჭოთა ტრანზიციის პერიოდში როცა მემარჯვენეობა ისედაც ახალი იყო ხო ანუ მანამდე მემარჯვენეობა რა უნდა იცი იყო გეგმიური სოციალიზმი და ეგეც აი ჩვენ რო დაარქვეს ახალი გააკეთეს ну აი ჩვენ მოლ ჭაობიდან არა ვარ ვაჯორის მემარჯვენეობა ის იყო ხო ფუკუია ინოვაციური რამე და ანუ უყურე ჭაობიდან არა ვართ ახლები ვართ და მემარჯვენეები ძველი მემარჯვენე არ არსებობდა მაინც არა ვართ რა მაინც არავით არის ძველი არა ძველი არ შეიძლება აი ჩვენ ვის მიეძი ხმა ჩვენ ო ამაგარი მოქალაქეთა კავშირის ხო და აი მაშინ გაიყო როგორი მოქალაქეთა კავშირი იყო არა მოქალაქეთა გაერთიანება პოლიტიკური გაერთიანება მოქალაქეთა კავშირი მარტო მოქალაქეთა კავშირი იყო რაღაცა არ იყო კიდე ხო რაღაც მახსოვდა რომ სამსიტყვიანი იყო საქართველოს მოქალაქეთა კავშირი საქართველოს მოქალაქეთა მეტავი ეს ბიჭო აი მე ვფიქრობდი იმის ვარი პოლონეთს მოქალაქეთა კავშირი ანუ რაღაც ისეთ მახსოვდა რომ დურაკული ერქვა რა ეგეთ მახსოვდა რომ გაერთიანებულ მოქალაქეთა კავშირი პროექტი სახელში საქართველოს არ და სახელი ერქვა მოქალაქეთა კავშირი ისე ეგ რო გავარჩიოთ მართლა ძალიან მაგარი სახელი ქვია ქართულ ოცნებას აი ძალიან მაგარი გაუხუნარი რა იმენა ქართულია მოქალაქეთა კავშირი რაზე მიგითითებს რომელია ეს არის ახალი ნაციონალური ნარატივი ანუ არა სამშობლო და არა ეროვნება არამედ სახელმწიფო და მოქალაქე ეგ არის რა თემა მოქალაქე და სახელმწიფოს იდეა ეროვნულ ნაციონალური მოძრაობა ხო როგორ არის ერთიანი ხო მან რა არის ეროვნულს როგორ იტყობდნენ შინაარსი და ფორმა ძალიან არ ემთხვევა ერთმანეთს ეგ იყო ყველაზე არანაციონალური მოძრაობა ეროვნული არ თქვეს ნაციონალური რო თქვეს ეგეც ძალიან ისეთი თემა პირიქით სააკაშვილის პერიოდში ამოიღეს ეროვნება მაგრამ ნახე ის ნაციონალური მოძრაობა არ იყო მაგას უნდა რაღაცა ეგ იყო ათათურქის აქეთ იმის იდეოლოგია წამოღებული ვიღაცა ნეოკონებზე გადამყნობილი მერე წამოღებული და აჯაბსანდალი აქ ლოკალურ კონტექსტში წამოღებული რა ახალი მემარჯვენეები იყო მრეწველთა კავშირი თოფაძე ტყემალაძე გახსოვს რომლებიც ასე პოზიციონირდნენ როგორც ბიზნესმენები და მემარჯვენეები მრეწველთა კავშირი გახსოვს всё ясно მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს აი ეგ სლოგანი ახლა გახსოვს ესე იგი მუშა სლოგანი კი მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს მახსოვს და ამათმა გადაწყვეტეს რომ ეხა იმაში არავერი თუ და ახალი მემარჯვენე და ლუდყაზბეკთან ასოცირდებოდა დარეჯან ცხვიდარია გვინდა ეკაბესელია გავშთ კი აბრაბაქაძე ყავს და რატო არა ამიტომ და გავაგრძელოთ გზა იმ საერთო მიზნისკენ ძალიან მალე მისასვლელად რომელიც ყველას ძალიან გვჭირდება ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არაფერს მომცემი არ არის, როდესაც სხვა ოპოზიციური ფლანგიდან მე ამ ერთობას აკრიტიკებენ, ამიტომ არ მომწონს ეს როლი, არც ერთ შემთხვევაში ამას არ გავაკეთებ. განმარტებას უსურვებ თუ კი ვინმე იქნება ჩვენი თანამებრძოლებიდან ამ ბრძოლაში შესული და ვიტყვი რომ მათ აირჩეს განსხვავებული ბრძოლის გზა. ეს აშოშმინებს. ისინი უბრალოდ შვიდობის ტრედი მოფრენია. შვიდობის ტრედია. შვიდობის მერცხალი. აი კოსტუმიც ისეთი აცია მერცხალი. ეს ჩვენი მორალობა. მადლობა, ეკა საინტერესო. ეკა ბესელია რო. მორალურ პასუხისმგებლობა არა მორალურზე არ არის არა დახსნა არისო მათიო ჩვენი ანუ მისი სალომესი ეკაბესელია მორალი ჩემი გასარჩევი არ არის ბიჭო სხვა რაღაც გეუბნება ანუ ამ შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილის სპიკერად პოზიციონი აი სიგიჟეს ანუ სალომე ზურაბიშვილმა უნდა დაიხსნას ვინმე საიდანვე არა ეგ არის კატასტროფა ეკაბესელია და ჩერგორო ერთღაერთიანებაში არიან ეს ხო ძალიან მაგარია უკვე რა
შენ მოიცი ფანჩატურში გადადი მაშინ. ხო, აბარა. გიგი უგულავა და ნინო ბურჯანაძე. შალვა ნათელაშვილი, ნინო ბურჯანაძე, გიგა ბოკერია, ეკა ბესელია. აუ ერთად იყვნენ ბიჭო. და პადრუშკიანი ფოტოს გვახსოვს ერთად რადგან, ხო? თენგო თევზაძე არის საინტერესო. თენგო. აკია ბარბაკაძე გაუშვით აკია ბარბაკაძე შენ ამიდა რატომ სახელწმა გამოდო როდის ეგრევე დაგაუწნა ხო ნახე თუ არა დაგაუწნა ვაფშე არც მომისმენია მე გავარჩიეთ კიდევაც რა თქვა აკია სამწოვანი ერთი წამი რა თქვა აკია ბარბაკაძე ერთობა რატო არის აღმადაღმა რატო დავყოთ ხალხიო ამ 50 წელს კაცი რო შეკრიბესო რატო ვერაფერი ვერ უქნეს ბრასო ანუ რატო დაგხავ აღმანუდა კიდევ ერთხელ სპეციალურად გურისთვის რომელიც არ უსმენდა გადაცემას აი გამოაღვიძე დოროსანი გაუშვით აკია ბარბაკაძე დაასვენეთ რატო არ ადგას დღეს 50000-იანი მიტინგი რატო არ ადგას დაიღალა ხალხი არ დაღლილა გითხარი იმედი გაუწვით ეს და გაუწვით ეს იმითი რომ არასწორ რაღაცებზე აკეთებთ აქცენტებს არასწორ საკითხებს აშუქებთ რაც ხალხს არ აინტერესებს იმის მაგივრად რომ პოლიტიკურ ლიდერებს ის კონდეთ სამოქმედო პროგრამაზე რაც ხალხს უნდა 60% ითხოვდა ერთად გაერთიანდითო და აქ არაქენი ეხლა ეს ხალხი გეუბნება რომ არ გინდა იმაში ბოიკოტი დადითო გეუბნება არა იძახით უნდა წავიდეთო გაიზიგდე განე ტაში ქალებო ჩემი მაზლი თენგო თევზაძე ძალიან მაგარი ყოფილა ეუნებიან რომ პარტიებს შემოდით რას ნიშნავს პირველი განცხადება იყოს შემოდით კი არ უნდა იყოს გააბერთიანდეთ ჩვენ ვამბობთ რომ ერთობა არ მნიშვნელოვანი ისინი გვეუბნებიან რომ ჯერ სადმას შევიდეთ აწმინდა ბაზარი აბსურდია შემოდი და ამბობენ რომ მოძალადე ნაციონალურ მოძრაობა თუ შენ ეს ხალხი პარტნიორად გინდა მოძალადე რატო თუ მე პარტნიორად გინდი ვარ სუსის შემოგდებული თემაო იმაზე რაზეც ახლა შენ ბრძოლად მიცხადებ რატო მეუბნებ თუ ადამიანი პარტნიორად გინდა და მემორანდუმს რუსეთის გავლენის აგენტად რატო ასახებ ეს არის არათანმიმდევრულობა რა ვიცი სხვანაირად არ აი ძლიერია დედლური საქციელია თემზაძე ვინმეს პერსონალურად თავს დაესხა პერაზოს ვცდილობ ხოჭორის არა ერთი ზამი არა თუ ვინმეს თავს დაესხა არამედ არაფერი არ გამიგია თენგო ხო და მე პირიქით უფრო ცინიკურად ვიტყვი თენგო თევზაძეზე იმდენი რამე აქვს საკითხული და იმდენი რამე ვიცი საკუთაოდ ცნობილი პიროვნება იყო 10 წლეულები პირი იყო 10 წლეულების მანძილზე და მე მართლაც ახლა დაუკვირდი და 10 წლეულები მისი მონოგრაფიები ფილმები არის მასე ოპერაა შექმნილი და ჰედლაინების თავარი გმირი ნიუსმეიკერი და ხო და არასოდეს არ გამიგია მე რომ იმეს დავდასმდა რატო ამის დებილიტე დავატირე რატო რატო არასოდეს არავის თავს ნიულავი მიჯო არის ხო ის ანეკდოტი ნიულავი მიჯო რატო არ დასხმიათ აი რა არის მისი მოდუსი ნიულავი მიჯო რატო არასდროს არ ესხმის რატო აი საჯაროდაც რატო აღნიშნოს ნუ რაღაცას მაწაკობის იმიტომ რომ მონადირე არ არის ბუნებით ალფა არ არის ალფა არა მონადირე არ არის ბალახის ჭამელია ხო ალფა არ არის რა არა შეიძლება ალფა ბალახის ჭამელებში ალფა არის რატო არა ირმებში არ არის რა იქ ალფა ირემი არ იქნება ანუ საჯდომ დეფიციტურია? საჯდომ დეფიციტურია? უტრაკოაო რა. ბიჭო არა გეუბნები რომ ეგრე ბუნებამ შექმნა რომ ეს ბალახს ჭამს მაგალითად ხაბე მოიპოვებს საკვებს ხაბე ყველაფრის ხაბე საჭორი სანიტარია ხის ხაბე კაკაშკებსაც ჭამს ვაფშე ყველაფერი ხაბეზე კარგად მიგვიდეს აი ხაბე ვაფშე რა ტყლაშაა რო გადაარტყა ხაბე არის ისე შეირგებს ქვიდან დაწყებ ვაფშე მაგრა შეირგებს თქვენი აზრით ხაბე იმაში თავის ხაბე არა ერთადერთი რომელიც კურკუმალვაიტში რას ჩაწერდა არაფერს ანუ აი ენების გრაფაზე ყეფას ჩაწერდა? შეიძლება ვა. შემიძლია წრუწუნის ენაზე. წრუწუნი. იქ რო არის ხო? იმაში. ქართული ყეფამ შოხლიური. კოპაკის ენა. იმპერატორების რო არის კრონკი. კოპაკის ენა. კოგონ კრონკი გაიროჯა. კრონკი უსაყვარლესია. ტები 12 მეტრზე. შემიძლია პირუტყვთან კომუნიკაცია. თუ რა თქმა უნდა პირუტყვი მოისურვებს. იმიტომ რომ ძირითადად პირუტყვებს არ უნდა თქომე. მაგან შეიძლება სივიში კურკუმა ვაიჩი. კურკუმა ვაიჩი შეიძლება
ეგ იფიქროს რომ ესო კაი კაი თემა იქნება რომ შემიძლია ორ ფეხზე სიარული იშვიათად ხო მაგრამ შემიძლია არა კი არ დავდივარ ორ ფეხზე შემიძლია ხო და წვიმა თუ არის ვერ დადის ხო და ქარი თუ არის ეს მაგას წერს როგორც მაგალითად იცი ესპანური რა ისე თუ პროგრამულ უნარებში აი მან გვერხევა სნობ ქსეროქს ვასხავე ერთგვარგან ვასხავე კომპიუტერს არა შემიძლია კალკულატორით 10-მდე რიცხვების მიმატება ჩოთკით არა ჩოთკით თურმე პროსტა არ ვიცი ეგ რიცხვები რაში გამოვიხენო პროსტა არ ვიცი რიცხვების ცნობა არ ვიცი თორემ მიმატება შემიძლია ხედავ და ვარჩევ აი კალკულატორი შემიძლია დავწერო 7 ცხრიანი მართლა პლატონი ხო ამბობდა რომ სამყაროს ერთადერთი შემეცნების ენა მათემატიკა ბუნების მეტყველების ენა რეალურად არის მათემატიკა იმიტომ რომ არიცოდე ის ესე იგი რაღაცას რო აღიქვავს სივრცულად ხო ითვლი რომ ერთი კედელია ხო თქვა რაღაცა ისე აღიქვავს ხაბეს ეგრე არა ამე არა ხო და ხაბეს აქვს აბერაცია ხო ხაბეს აქვს რაღაცნაირად ეს უნარი არა არა აბერაცია მათემატიკა ანუ თქვენ ამბობთ რომ ხაბეს ვერ შეიმეცნებს ხაბეს დარღვეული აქვს მიზეზშედეგობრივი შემეცნების უნარი აქვს ლოგიკის დავარა მე სხვა რამეს ვეძებ შედეგს და მიზეზს ან წვნიან ჩანგლით ჭამს არა ეგ არ ვიცი კოუზი ჭამს მაგრამ იყო დარღვეული მიზეზშედეგობრივი არსებობდა ეგეთი ტომი განუვითარებელი პირველყოფილი რომელსაც არ ქონდა ეს რიცხვითი ცნება და საგნებს განასხვავებდნენ ბევრი და ცოტათი. ეს უკვე განვითარებული საზოგადოება და მაინც იმიტომ რომ არჩევენ ბევრს და ცოტას. აი ხუთი ერთმანეთიანი ჯობია თუ ერთი ტუმია. კონტექსტუალურია, ბევრი შეიძლება რაღაც მომენტში 5 იყოს, რაღაც მომენტში 1000. მე მენანება ხაბე რომ აი დადის და თავს რო არ არის შესწავლის ხაბე რომ მაცივარს აღებს. ჩვენ ისე ხაბე რომ მაცივარს აღებს და როდესაც უმიფარში და კატლეტი. ვერან სხვავებს? ერთი ორივე ხაბეა. ხაბე დახმარების გარეშე მაცივარს ვერ. მაცივართან რა. ბაზარია. არა, ხაბე. ღია მაცივარი გახდა და ღია მაცივარი ვიღაცას დარჩა. ხაბეს არ ჭირდება. და დევს ფარში უმი და კატლეტი. განასხვავებს? იტალიური სამზარეულო ევასება ტარტარი ევასება. აი ესე გამოვედით. კარგად ზანდებოდეთ, მეგობრებო, ხვალ შეხვდებით. ხო, ხვალ.